მაყურებელს შევახსენებთ, დღეს არის ამ სეზონის ბოლო გადაცემა. ჩვენ კანონმდებლებთან ერთად ვაჯამებთ საკანონმდებლო საქმიანობას. ჩვენი სტუმარია პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. დავიწყოთ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებით. საშემოდგომო სესია დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენთვისაც ეს ბოლო გადაცემაა და რა თქმა უნდა, მაყურებელს აინტერესებს თუ რა გააკეთა საქართველოს პარლამენტმა. თქვენი წელი პასუხისმგებლობა გაქვთ და მაშინ როცა მოდიოდით საკანონმდებლო ორგანოში, თქვენი გუნდის წევრი ამბობდა, რომ ჩვენ გავაჟღერებთ ხალხის ხმას საქართველოს პარლამენტში. ამდენად დავიწყოთ ჯერ ზოგადი შეფასებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად ნაყოფიერი იყო საშემოდგომო სესია. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ვაჟღერებთ ხალხის ხმას პარლამენტში, ეს უდაოასია. სხვა არანაირი შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია, ეს თქვენს კარგად იცით და ჩვენმა ამომრჩეველმაც, იმიტომ რომ ის რაოდენობითაც ჩვენ ვარ წარმოადგენელი პარლამენტში, არ ყოფნის იმისთვის, რომ სერიოზულ გადაწყვეტილებას ან ხელი შეუშალოთ, ან პირიქით პარლამენტს მივაღებინოთ ეს გადაწყვეტილება. მაგრამ რაც შეეხება ასე ვთქვათ, ამბის გატანას, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის ვარ პარლამენტში, რომ ან ხალხს ვაცნოთ თუ რა ესე ვთქვათ მიუღებელ გადაწყვეტილებას და რა კანონპროექტს უჭერს პარლამენტი მხარს და ჩვენ არ უჭერთ და ვემიჯნებით. მაგალითად ბიუჯეტი იყო, რომელსაც ჩვენ მხარი არ დაუჭირეთ. სხვადასხვა კანონპროექტი იყო შემოსული, რომელსაც ასევე მხარი არ დაუჭირეთ, მაგრამ არის რა თქმა უნდა კანონები, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ არა ვართ პრინციპული ოპოზიცია, ოღონდ ამ შემთხვევაში პრინციპს მე პრინციპის მნიშვნელობას დავაკონკრეტებ. ანუ მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ ოპოზიცია, უნდა ვიყოთ წამოსულები პრინციპზე და ყველაფერს არ დაუჭიროთ მხარი. ანუ არ არის ეს კრიტიკა მხოლოდ კრიტიკისთვის. ხო, ეს არ არის, უბრალოდ თან პოპულიზმზე ნამდვილად არ ვართ ორიენტირებულები. ჩვენ ვართ ობიექტური ოპოზიცია, ობიექტური და ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობთ, თუ რამე კარგი კეთდება, ამას ვაფასებთ და არ ვუკარგავთ ხელისუფლებას. მაგრამ თუ რამე ფუჭდება, ბუნებრივია ამას არ დავამალავთ. ბატონო გიორგი, თქვენ ახლა რეალურად საუბრობდით იმაზე, რომ კრიტიკა არ შეიძლება იყოს მხოლოდ კრიტიკისთვის და ახსენეთ ბიუჯეტის პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული უკმაყოფილება თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალურად იყო. მოდით ვთქვათ კიდევ უფრო კონკრეტულად, მაგალითად იგივე იმ სამთავრობო ინიციატივების შესახებ, რომელიც მაგალითად დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციას ეხებოდა, რომელიც გააჟღერა პრემიერმა მთავრობის ხდომაზე რამდენიმე კვირის წინ. რა კანონპროექტები იყო, გულისხმობ იმ პროექტებს, რომელზეც მაგალითად განსხვავებული აზრი ჰქონდა პატრიოტთა ალიანსს და ფიქრობდა, რომ ის უკუშედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მაგალითად აქციზების გაძვირება, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია, ესე ვთქვათ, აღშფოთება არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ჩვენის, ანუ პარლამენტარების და ჩვენ ვეთანხმებით იმ აქციის მონაწილეებს ვეთანხმებით, ვინც იყო მოსული პარლამენტთან და აქციას მოაწყოს, იმიტომ რომ დღეს ამ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ელოდება ხელისუფლებისგან ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, გადაწყვეტას. და ამ კრიზისის დროს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შედის ოღონდ უკვე სხვა კრიზისში. ეს არის ნდობის კრიზისი. ანუ ხალხის მხრიდან ხელისუფლება ყოველ დღე უფრო და უფრო კარგავს ნდობას ხალხის მხრიდან. როდესაც ნავთობზე ძვირდება აქციზი, ბუნებრივია ნავთობის ფასი იმატებს. ნავთობის ფასი რო იმატებს, ჩვენ ყველამ ვიცით ხო, რომ ფაქტიურად იმპორტული საქონელი შემოდის საქართველოში და დაახლოებით 80%-ია ხო იმპორტი. აქედან გამომდინარე პროდუქტზეც ფასი იმატებს. ფქვილი იქნება, ესე იგი პურზე მოემატება და ასე შემდეგ. ადამიანი დახმარებას, როდესაც ელოდება ხელისუფლებიდან, ხელისუფლებისგან არ ელოდება ფასების გაზრდას, პირიქით ელოდება, რომ ან გაიაფთება, ან რაღაც ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ფიქრობთ, რომ უაისდება? არ მინდა რომ ზუსტად ეგ არ გვინდოდა ჩვენ, ანუ პატრიოტთა ალიანსს, რომ ვინმეს, თქვათ, პარალელი გაეტარებინა მოძრაობას. ამ შემთხვევაში პარალელი, როგორც კოლეგები, კი ბატონო, რატო ვთქვი, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ
და კრიტიკას არ ვეწევით მხოლოდ კრიტიკისთვის. ზუსტად იმიტომ, რომ ნაცმოძრაობას, რასაც მე ახლა ვუსმენ, ფაქტიურად სააკაშვილის პერიოდში, ანუ მათ მმართველობის დროს, ყველა ეს ნიუანსი ანალოგიურად, ესე ვთქვათ, აწუხებდა ხალხს, როგორც აწუხებს დღეს. თუ არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ხალხი დაეკმაყოფილებინათ, მაშინ დღეს კრიტიკის მორალური უფლება არ აქვთ, მაგრამ რადგან ოპოზიციაში არიან, რადგან ესე ვთქვათ, უმცირესობის სტატუსით არიან პარლამენტში, მათ ეს უწევთ და ამას აკეთებენ კიდევ ერთხელ პოპულიზმის გამო და კრიტიკის გამო და ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვინდა გავამახვილებინოთ ყურადღება, ხელისუფლების ყურადღება ამ პროცესებზე და ამ ნიუანსებზე და ამ პრობლემებზე. კი ბატონო, დაახლოებით 2 წუთზე ნაკლები დრო დაგვრჩა ფაქტობრივად იმისთვის, რომ დავასრულოთ საუბარი. ჩემი კოლეგა ცდილობდა გაერკვია თუ რა პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეებს და რის მოგვარებას ითხოვენ ისინი, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების განმავლობით იღებენ კანონებს, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამდენად თქვენ ახლა საუბრობდით, რომ უნდობლობას უცხადებს გარკვეულწილად საზოგადოების ნაწილი მმართველ გუნდს. კი ბატონო, თქვენი მთავარი შენიშვნა რა არის მმართველ გუნდთან, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად გავაჟღერებთ მმართველ გუნდთანაც და დავინტერესდებით რა პასუხი აქვს და მეორე მხრივ, როგორ ფიქრობთ ის პრობლემები, რომელიც იგივე კომუნალურებს უკავშირდება, რომელზეც ამბობენ, რომ შესაძლოა გაწვირდეს იგივე საწვავის ფასის ზრდაზე, აქვთ ძალიან დიდი უკმაყოფილება უმუშევრობად და სხვა და სხვა. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ჩვენ ვიცით, რომ სემეკის სხდომა ჩატარდა გუშინ, თუ არ ვცდები, ახლა მე ეს ინფორმაცია მომივიდა და იქ განიხილეს ფასების ზრდა, როგორც ესე ვთქვათ, ბუნებრივ აირზე, ასევე დენზე და ასე შემდეგ, ანუ კომუნალურებზე. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს ახლა ამ პერიოდში, როდესაც ძალიან მწვავე კრიზისია ისედაც ქვეყანაში, ხელისუფლება უნდა გამოდიოდეს ადამიანების და მოქალაქეების გარანტად, როგორც კეთილდღეობის გარანტად, ასევე უსაფრთხოების გარანტად და ამ შემთხვევაში უსაფრთხოებაში მე ვგულისხმობ რას, ჩვენ ვიცით ხო, რომ გუშინ ახალგაზრდა მამამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ ვერ გადაიხადა ვალი ბანკში, ხო, ანუ ხონდა სესხი აღებული, ვერ გადაიხადა, თავი მოიკლა. 3 შვილი დარჩა მამის გარეშე. ანუ ამ უსაფრთხოებაზეც მაქვს საუბარი, ეს ირიბი უსაფრთხოება რა მნიშვნელობა აქვს, თქვათ, გარემტერი შემოგიტევს და დაიწყებს ხოცვას ჩვენი მოქალაქეების, თუ უბრალოდ მდგომარეობა იქნება შექმნილი ისეთი, რომ მოქალაქეები თვითონ მოიკლავენ თავს. ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ მოკვდება ჩვენი მოქალაქე. ანუ ამაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება. ბანკების რეგულაცია უნდა მოხდეს. მე თქვენ გეტყვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით იანვრიდან წელს ვამბობ 2016 წელს იანვრიდან ნოემბრამდე ფაქტიურად გაეზარდა მოგება ბანკების მოგება გაეზარდა 113 მილიონით. ანუ შარშან თუ იყო 455 მილიონი, წელს არის 568. ანუ აქედან გამომდინარე, ესე იგი ამ კრიზისზე მხოლოდ და მხოლოდ ესეთ ხელს ითფობს ჩვენი საბანკო სისტემა. რეგულაციები უნდა მოხდეს აუცილებლად. კრედიტი თუ აქ აღებული ჩვენს მოსახლეობას, ხელი უნდა შეუწყოს ხელისუფლებამ, რომ ეს კრედიტი დააფარინოს ან რამენაირად გადაავადებინოს. ანუ ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ პირველ რიგში ხალხს მიხედეთ და მე სხვა დანარჩენს. ბატონო თარ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. დღეს ვაჯამებთ საშემოდგომო სესიას და ბუნებრივია მოქმედ პარტიებს, რომლებიც წარმოდგენილ